ვალდებულება ამ შემთხვევაში, რომ თავის ბაზაში რა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირდება, გადაუგზავნოს საგადასახადოს ამ შემთხვევაში, საგადასახადო ინსპექციას, ხო? საგადასახადო სამსახური ამ შემთხვევაში დააჯავებს ანთახებს და მოქალაქეებს უგზავნიან მერე ბინაზე. ვინც ელექტრონულად არის დარეგისტრირებული, ავტომატურად მისდის ეს გადასახადი. ამიტომ არ უნდა გაუკვირდეს არავის, რომ როდესაც მიწის ნაკვეთი აქვს რეგისტრირებული, ამ მიწის ნაკვეთზე რომ მოვიდეს გადასახადი. კი, მაგრამ თუ ეს მიწის ნაკვეთი უკვე თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და იქ წითელი ხაზებით შემოავლო, რეგისტრაცია შესაბამისად იმის. ეს სანამ რეგისტრაციას თავდაცვის სამინისტრო გააკეთებდა, მანამდეა გადაგზავნილი ეტყობა საგადასახადოში. და საგადასახადო ავტომატურად იმ ძველი მონაცემების საფუძველზე უგზავნის გადასახადს. და რომ არ ეს გადასახადები რომ მოსდით ამ ადამიანებს, ამითაც დასტურდება რომ ესენი იყვნენ მესაკუთრეები ამ შემთხვევაში და მფლობელები ამ მიწის ნაკვეთების. და რომ არ გადაიხადოს სიტყვაზე ეს მიწის ნაკვეთი, ხო ისედაც პრინციპში ის არის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის ჯერჯერობით. მაინც და ანუ რამე ის ექნება ჯარიმა ან რაღაც. არა, თუ მოქალაქე ამ შემთხვევაში გადასახადს არ ეკეთებს, წარმოიშობა საგადასახადო გირავნობა. საგადასახადო გირავნობა რას ქვია, რომ ამ შემთხვევაში ამ მიწის ნაკვეთს ვერ გაასხვისებ, ვერ დატვირთავ ვერაფრით და თუ დავალიანება დაგროვდება ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უფლებამოსილია გასხვისება მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის. ამიტომ ასეთი გადასახადი ამ მოქალაქეებმა ყველა შემთხვევაში უნდა გადაიხადონ, ვინაიდან ის არის ამათი საკუთრება. თუ გაქვთ რამე გეგმა, რის მიხედვითაც იმოქმედებთ მომავალში? მოქმედების გეგმა შესაძლებელი იყოს ასეთი, რომ შესაბამისი უწყებებზე თქვა წერილის გაგზავნა სათანადო მოთხოვნების ჩამოყალიბებით, თუ შედეგი არ მოყვება ამ შემთხვევაში, საბოლოო შედეგი არის სასამართლო ამ შემთხვევაში. მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, გითხარით მე, რომ ბაზაში ეს წითელი ხაზები რატომღაც ამოღებულია. ამათი ნაკვეთებზე გამავალი თავდაცვის სამინისტროს წითელი ხაზები შეცვლილია. ანუ, როდესაც ამ საკითხზე აქტუალური გახდა ეს საკითხი, წერილებით მიემართა თავდაცვის სამინისტროს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რატომღაც საჯარო რეესტრმა ეს წითელი ხაზები შეცვალა. თვითნებურად შეცვალა თუ სათანადო განხილვის საფუძველზე მოხდა ამის ცვლილება? ეს აუცილებლად უნდა გაცნობოთ, ხო? რა რატო შეცვალა? არა, ამის პასუხის იქნება ის, რომ ამ ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ამ მონაწერები. საჯარო რეესტრს ხელახლა უნდა მიმართონ. და ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრი ვეღარ ეთქვის, რომ ის მიწის ნაკვეთი არისო, თავდაცვის სამინისტროსიო, ვინაიდან ბაზაში წითელ ხაზში აღარ აზის. საჯარო რეესტრის წარმომადგენელი ეუბნებათ, რომ საბუთები სრულყოფილი არ არის და აჩერებს. არა, სრულყოფილი არ არის, მაგას არ ეუბნება. საჯარო რეესტრი ეუბნება, რომ გადაფარო ამოდის. როდესაც მოქალაქე მიწის ნაკვეთს ირეგისტრირებს, იმის ნაკვეთი თუ უკვე სხვისი საკუთრებაშია, პასუხი იწერება ამდაგვარი, რომ მოდის ზრდება. ანუ ერთი მიწის ნაკვეთი ფარავს მეორეს. და ხო არ შეიძლება ორივე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს, ერთი მიწის ნაკვეთის მფლობელი ვერ იქნება მესაკუთრე ორი პიროვნება, ხო უნდა იყოს ერთი. ამ შემთხვევაში გამოსავალი არის ადმინისტრაციული საჩივარი ან სასამართლო.